ირანი დაღურემილია მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დახურა ძლიერი ხმების ფონზე, რომ შესაძლოა ომი ახალ ფრონტზე გაგრძელდეს, ამჯერად სახმელეთო ოპერაციის ჩართვით. შეხედე ამ დღის წესრიგს, დონალდ ტრამპმა დახურა მედიისთვის თავისი დღის მთავარი შეხვედრები ამ პარასკევს, მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამზადებს შესაძლო შეტევების გაფართოებას ირანის წინააღმდეგ. მოძრაობა მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა სიტუაციურ ოთახში, სადაც დონალდ ტრამპმა მიიღო ახალი სამხედრო ვარიანტები ირანის რეჟიმზე ზეწოლის გასაზრდელად. ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატების ათეულობით საწვავის შევსების თვითმფრინავი დაიწყო ისრაელში გაგზავნა. ეს არის სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება გრძელვადიანი და თანმიმდევრული საჰაერო მისიების მხარდასაჭერად. თეთრ სახლს ჯერ არ გამოუცხადებია სახმელეთო შეჭრა, მაგრამ დახურული შეხვედრების, თვითმფრინავების გადაადგილების და ახალი სამიზნეების ანალიზის კომბინაციამ ირანი მძიმე საფრთხის წინაშე დააყენა. Თქვენი აზრით, ეს ზრდის რაიმე სახის სახმელეთო ოპერაციის ალბათობას ირანში ამ რეგიონში სრუტის გარშემო? ვიცი რომ ამაზე საუბრობდით ხო ასეა. და ეს ისა რაც მე თქვი, მოხედე, ფიქრობ რომ სახმელეთო ოპერაციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ბევრად უფრო მეტ მიზანმიმართულ თავდასხმებს და ზევადას საჰაერო კამპანიას ვიხილავდით გარკვეულ რეგიონებში. რაც ძალიან საინტერესო იყო ამ ბოლო ეტაპზე, განსაკუთრებით რამდენიმე დღის წინ, შეიძლება მთელი კვირის განმავლობაში. ეს იყო მართლა ძალიან საინტერესო. ის იყო რომ დავიწყეთ უფრო მეტი მიზანმიმართული თავდასხმის ხილვა არეთეშზე, ირანის რეგულარულ არმიაზე. არეთეში როგორც წესი ამერიკული შეტევითი კამპანიის დროს, როგორც წესი გვერდს უვლიდნენ თავდასხმების კამპანია. შეიძლება არეთეში ახლა ბევრად უფრო აქტიურად მოქმედებს. ტრამპი განიხილავს ენერგეტიკული ობიექტების დარტყმას, ბირთვულ ობიექტებზე შეტევების გაფართოებას და საეჭვო მიწისქვეშა სტრუქტურების დაბომბვას. სანამ ირანი ცდილობს რაკეტებით, დრონებით და განცხადებებით ძალა აჩვენოს, შეერთებული შტატები წინ მიიწევს. პრეზიდენტის დღის წესრიგში, რომელიც ამ პარასკევს დაფიქსირდა, სამუშაო პერიოდები მედიისთვის დახურულად იყო აღნიშნული. ეს აჩვენებს, რომ ყველაზე დელიკატური გადაწყვეტილებები ჟურნალისტების პირდაპირი გაშუქების გარეშე მიიღება. ტრამპსაც ასევე ჰქონდა მიღება. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული მიღება დღის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ირანთან დაკავშირებული განხილვები ოფიციალური დუმილით იყო მოცული. ახალი ფრონტი ფორმირებას ჯერ კიდევ დღის წესრიგის დახურვამდე იწყებდა. ტრამპმა შეკრიბა ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეთი, CIA-ის დირექტორი ჯონ რატკლიფი და ეროვნული უსაფრთხოების სხვა წევრები. წარდგენილი იქნა გეგმები უფრო მასშტაბური შეტევისთვის, ვიდრე კონცენტრირებული თავდასხმები. ირანის სანაპიროზე ვარიანტებს შორისაა ელექტრულ ობიექტებზე დაბომბვა, ახალი ქმედებები ბირთვულ ობიექტებზე და შეტევა მიწისქვეშა კომპლექსზე, რომელიც ცნობილია როგორც თა. პიქსში, სადაც შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ირანის საქმიანობას ახორციელებს, რომლებიც დაცულია დიდი ქვის ფენებით. უკვე გაახორციელებული თავდასხმები აჩვენებს კამპანიის მიმართულებას. შეერთებულმა შტატებმა დაარტყა 6 ადგილს ორმოზგანის რეგიონში, ბანდარ აბასის მახლობლად, ასევე ერთ რკინიგზის სადგურს. ელექტრული ობიექტები, ირან-შახარის აეროპორტი და საზღვაო საკონტროლო კოშკი შახარში. სამიზნეების არჩევა მიუთითებს მცდელობაზე დაარღვიო ლოგისტიკა, რომელიც ირანის ძალებს აქტიურს ამყოფებს სანაპიროზე. შეტევა უკვე მე-6 ღამე გრძელდება ზედიზედ და მასთან ახლავს ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადის გაძლიერება. შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებმა ომანის ყურეში ერთ ხომალდზე ავიდნენ, რათა შეემოწმებინათ ცდილობდა თუ არა ის შეზღუდვების დარღვევას. სხვა ხომალდებმა მიმართულება შეიცვალეს გადაჭერის რისკის გამო. ბლოკადა ცდილობს რეჟიმისთვის შემოსავლის წყაროების მოჭრას, ექსპორტის შეზღუდვას და გემების სამხედრო მასალების გადასატანად გამოყენების აღკვეთას.
საწვავის ტანკერი ასევე დაზიანდა ომანის მახლობლად, რამაც კიდევ უფრო გაზარდა შიში იმ კომპანიებს შორის, რომლებიც კვლავ ცდილობენ რეგიონში გადაადგილებას. პრობლემა რეჟიმისთვის ის არის, რომ მათი საპასუხო ქმედებები ვერ შეაჩერა ამერიკული დაბონგვები. ხიდები კვლავ იშლება, ბლოკადა კვლავ ძალაშია და ახალი თვითმფრინავები ჩამოდიან. ირანს შეუძლია ზიანი მიაკენოს, მაგრამ მან ვერ დაიბრუნა სრუტის უსაფრთხო კონტროლი და ვერ განდევნა ამერიკის ძალები. კაშმირის კუნძულიც დიდი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ის მდებარეობს ჰორმუზის სრუტეში და აქვს გვირაბები, რაკეტების პოზიციები და ობიექტები, რომლებიც დაკავშირებულია რევოლუციურ გვარდიასთან. მდებარეობის გამო, ვინც მის სამხედრო წერტილებს აკონტროლებს, შეუძლია ზღვის გადმოსასვლელის გადამწყვეტი ნაწილის მეთვალყურეობა. ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა დააზიანა კუნძულის ტერიტორიები და გაამძაფრა სპეკულაციები სპეციალური ძალების შესაძლო შეზღუდულ ოპერაციაზე. პენტაგონმა უკვე მოამზადა წინა ვარიანტები, რომლებიც მოიცავდა სახმელეთო ძალებს და ირანის სტრატეგიული წერტილების დაკავებას. მიმდინარე გეგმა შეიძლება მხოლოდ იმაზე იყოს მიმართული, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს სახმელეთო შეჭრა შესაძლებელია, რითაც ირანს აიძულებენ ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის გადაყვანას კუნძულების, პორტებისა და სანაპირო ზოლის დასაცავად. რა ალბათობაა პროცენტულად, რომ სახმელეთო ოპერაცია მართლაც განხორციელდეს, იმის მიხედვით, რასაც ეხლა ვხედავთ. ვითხოვდი რომ დაბალია, ძალიან დაბალია, ალბათ 10 ან 20%. კარგი, ეს კარგია. მართალია, დიახ. ვითხოვდი, მაგრამ ბევრი არ უნდა ელოდო. ეს ძალიან ცუდია, არ მჯერა რომ ვთქვი 20%, ანუ 5-დან 1 შანსი სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას. კარგი, ეს არის 1 შანსი 10-დან. წავიდეთ. 1 შანსი 10-დან, ეს მაინც ბევრია, ხო ასეა. ეს აჩვენებს მდგომარეობას. მაგრამ პრობლემა რა არის, მარიო? პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტა წინასწარი გაფრთხილება გვექნება თუ სახმელეთო ოპერაცია მოახლოებულია. ბევრი ძალა უკვე ოპერაციების თეატრშია და ევარლები უკვე პოზიციებზე არიან. მათ შეუძლიათ სწრაფად გადმოიყვანონ დამატებითი ძალები კონტინენტური შეერთებული შტატებიდან ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ამჟამად უკვე ძალიან ბევრი სახმელეთო ძალაა, იქ უკვე საკმაოდ ბევრი ხალხია. ეს რეაქცია ირანის თავდაცვას გაფანტავდა და ახალ საჰაერო თავდასხმებს სივრცეს გაუხსნიდა. დონალდ ტრამპი აპირებს სამხედრო ზეწოლა გამოიყენოს, რათა ირანი კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. მთავარი მოთხოვნაა ჰორმუზის სრუტის გახსნა, რასაც მოხვება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მკაცრი შეზღუდვები. თეთრი სახლი აცხადებს, რომ დიპლომატიური კონტაქტები კვლავ გრძელდება თავდასხმების მიუხედავად. ამერიკის მთავრობა მიიჩნევს, რომ რეჟიმი დათმობებზე მხოლოდ მაშინ წავა, როცა მიხვდება, რომ შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სტრუქტურები დაკარგოს. მედიისთვის შეხვედრების დახურვა ასევე იცავს დონალდ ტრამპს იმ ინფორმაციის ნაადრევად გამჟრავნებისგან, თუ რომელი ვარიანტი მიიღო მხარდაჭერა. ელექტროსადგურების წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას ირანის ქალაქების ფუნქციონირებაზე დაუყოვნებლივი გავლენა ექნებოდა. ახალი ბირთვული შეტევა მოითხოვს სპეციალურ შეიარაღებას და მუდმივ გადამარაგების მხარდაჭერას. ოპერაცია კუნძულებზე ან სანაპირო ობიექტებზე ამერიკელი სამხედროებისთვის რისკს გაზრდიდა. ყოველ გზას განსხვავებული ღირებულება აქვს, მაგრამ ყველა მათგანი ირანს ყოველდღიურად მზარდ ზეწოლას უქმნის. ირანის რეჟიმი ცდილობს დანაკარგები ანაზღაუროს მეზობელი ქვეყნების პორტებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და წყლის ობიექტებზე მუქარით. ეს სტრატეგია შეიძლება სამოქალაქო პირებსაც დააზიანოს და გაზარდოს იმ მთავრობების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან შეერთებულ შტატებს დაუჭირონ მხარი. ქუეითის გამტნარების ობიექტზე თავდასხმამ შეშფოთება გამოიწვია, რადგან რეგიონი სასმელი წყლის მისაღებად ასეთ ქარხნებზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტად ესხმის ირანი თავს მის საზღვრებს გარეთ არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებს, მით უფრო იზრდება რისკი, რომ ახალი ქვეყნები პირდაპირ ჩაერთვებიან საპასუხო ქმედებებში. ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას კვლავ თეთრ სახლში იტოვებს. საწვავის შევსების თვითმფრინავები უკვე პოზიციებზე გადაჰყავთ. საზღვაო ძალები ომანის ყურეს აკვირდებიან და თავდასხმები განაგრძობს რევოლუციური გვარდიისთვის ხედიისთვის ხელმისაწვდომი მარშრუტების შემცირებას. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს უფრო მასშტაბური საჰაერო შეტევა, დაცულ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა, ან შეზღუდული მოქმედება რომელიმე სტრატეგიულ სანაპირო წერტილში.
დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ თქვენს ეკრანზე მოცემული ფიქსის გასაღების საშუალებით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.